სამი ძმა და ქოსატყუილა. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო სამი ძმა. ის ძმები კარგამდიდრები იყვნენ და ბლომადაც ჰქონდათ თვალმარგალიტი. იმათი მამა რომ კვდებოდა, შვილებს თურმე ანდერძად დაუბარა. შვილებო, ყველგან ივაჭრეთ, ყველა სენდეთ და ქოსას კი ნუენდობითო. გავიდა ხანი. ძმებს არაფრისათვის არ დასჭირებიათ ქალაქში წასვლა. ბოლოს გაუთავდათ მარილი. ადგა უფროსი ძმა, შეკაზმა ჯორი, აჰკიდა თვალმარგალიტი და წავიდა ქალაქში სავაჭროდ. გზაზე ერთი ქოსატყუილა შეხვდა. გამარჯობა. გაგიმარჯოს. სად მიდიხარ? ქალაქში თვალმარგალიტი მიმაქვს გასასყიდად. მარილი შემოგვაკლდა და უნდა ვიყიდო. მე მომყიდეო, უთხრა ქოსამ. მარილსაც მოგცემ და ყველაფერს რაც გჭირდებაო. არაო, უთხრა უფროსმა ძმამ. მამაჩემ ანდერძად დაგვიბარა ქოსებს ავადაც მოერიდენით და კარგადაც. ნურც არას იყიდით იმისაგან და ნურც არას მიყიდითო. კარგიო, უთხრა ქოსამ. ძალით რა იქნება? გაიქცა მაშინ. ირბინა, გზა გადაუჭრა და ისევ წინ შემოხვდა. გამარჯობა, სად მიდიხარო? მიესალმა ისევ. თვალმარგალიტი მიმაქვს ქალაქში, უნდა გავყიდო და მარილი ვიყიდო, უთხრა ჯორის პატრონმა. მე მომყიდეო, უთხრა ქოსამ. ვერაო, იუარა კაცმა. მე მამის ანდერძს ვერ გავტეხო. მას სადღა უნდა გაყიდო, უთხრა ქოსამ. ეს მთელი ქვეყანა სულ ქოსატყუილებითაა სავსეო. დაიჯერა კაცმა. კარგი, მოგყიდი, რაღა იქნებაო. ქოსამ უთხრა. მოდი ერთ გამოცანას გეტყვი. თუ ის გამოიცად, ერთი აკლე მიმყავს, იმას დაგიტვირთავ თვალმარგალიტით. ეგ შენი ჯორით წაიყვანე, მარილსაც მოგცემ და წადიო. თუ ვერა და შენი ჯორი თავისი თვალმარგალიტით მე დამრჩებაო. ძალიან კარგიო, გაუხარდა ამ ჯორის პატრონს. ერთ კაცს ერთი ციცარი ჰყავდა. ეს ციცარი დილით წავიდოდა ტყეში, კვერცხს დადებდა და საღამოზე ციცარიც და კვერცხიც კაკანით მოდიოდნენ შინაო, უთხრა ქოსამ. რა უნდა იყოსო, იფიქრა კაცმა. მაგრამ აბა რას მოიფიქრებდა? წააგო ჯორიც და თვალმარგალიტიც. წავიდა დაღონებული შინ. ქოსამ მარტო ერთ გირვანქამდე მარილი მოუტეხა და მისცა. მივიდა შინ უფროსი ძმა და მიიტანა ერთი გირვანქა მარილი. ადგა ახლა შუათანა ძმა, აჰკიდა ჯორს თვალმარგალიტი და წავიდა ქალაქში მარილის საყიდლად. გზაზე ისევ ის ქოსა შეხვდა იმასაც. გამარჯობა შენიო, უთხრა ქოსამ შუათანა ძმას. გაგიმარჯოსო. სად მიხვალო? ქალაქში. თვალმარგალიტი უნდა გავყიდო და მარილი ვიყიდო. მე მომყიდე ეგ თვალმარგალიტი, უთხრა ქოსამ. მარილსაც მოგცემ და ყველაფერსაო. არაო, უთხრა შუათანა ძმამ. მამის ანდერძს ვერ გავტეხო. ქოსას არც არაფერს მივყიდი და არც იმისგან ვიყიდი რამესო. ქოსა გაბრუნდა. ირბინა, გზა გადაუჭრა, წინ დახვდა და უთხრა. რა მიგაქვს მომყიდეო? მე ქოსებს არაფერს არ მივყიდიო, უთხრა შუათანა ძმამ. მაშ ვიზღა უნდა მივყიდო, როდესაც ამ ქვეყანაზე ქოსატყუილების მეტი არავინ არიანო, მიუგო ქოსა. დაუჯერა ჯორის პატრონმა და გაურიგდა. ერთ რამეს გეტყვი, თუ გამოიცან, ეგ ჯორით შენი იყოს. ერთ აკლემსაც დაგიმატებ და მარილსაც მოგცემ. თუ ვერ გამოიცან, შენი ჯორი თავისი ბარგით მე დამრჩებაო. ძალიან კარგია, დათანხმდა ჯორის პატრონი. მე ერთი ციცარი მყავდა. დილით წავიდოდა ტყეში, კვერცხს დადებდა. საღამოზე კვერცხიც და ციცარიც კაკანით მოდიოდნენ შინაო. ვერ გამოიცნო შუათანა ძმა. დარჩა ქოსას დატვირთული ჯორი. მოუტეხა ერთი გირვანქა მარილი და გაისტუმრა. მოვიდა შინ შუათანა ძმა და მოიტანა ერთი ბეწვა მარილი. ახლა უმცროსმა ძმამ აჰკიდა ჯორს თვალმარგალიტი. წაიყვანა და წავიდა ქალაქში. იმ ადგილს რომ ჩაიარა, სადაც იმისი ძმები ქოსამ გაძარცვა, ქოსა გადაუდგა წინ და მიესალმა, ვაჟმა უპასუხა. სად მიხვალ? სად მიგაქვს ეს თვალმარგალიტი? კითხა ქოსამ. უმცროსმა ძმამაც ისე უპასუხა, როგორც სხვა ძმებმა.
თან დიდი უარი დაატანა, რომ მე ქოსას არაფერს მივყიდიო. დაანება თავი ქოსამ და გაიქცა სოფელ-სოფელ, გზა გადაუჭრა და წინ დაუხვდა. მომყიდე ეგ შენი თვალმარგალიტი, უთხრა ქოსატყუილა. არ მოგყიდი, ქოსა ხარ, უპასუხა ვაჟმა. მაშ ვიზღა უნდა მიყიდო, აქ სულ ქოსებიაო, მიუგო ქოსამ. კარგი, მოგყიდიო, უთხრა ვაჟმა. ერთ რამეს გეტყვი. თუ გამოიცან, შენი ჯორიც შენ დაგრჩება, შენი თვალმარგალიტიც. მარილსაც მოგცემ და ერთ აქლემსაც დაუმატებო, უთხრა ქოსამ. კარგიო, დათანხმდა ვაჟი. ერთი ციცარი მყავდა. დილით წავიდოდა ტყეში, კვერცხს ხდადებდა. საღამოზე კვერცხიც და ციცარიც კაკანით მოდიოდნენ შინაო, უთხრა ქოსამ. ეგ იმ ტყუილს აღგავს, ერთმა კაცმა რომ მიამბო. ერთი ძირი ფუტკარი დგმია. ყოველ დღე ჩამოუვლიდა და თვლიდა თურმე. ერთიც ვნახოთ ერთხელ რომ დათვალა, ერთი ფუტკარი დაკლებოდა. მაშინვე წასულა საძებნელად. უვლია და ზღვის გაღმა უპოვნია. ფეხი მოსტეხოდა თურმე, გზაში დარჩენილიყო, მომკვდარიყო და ყვავ-ყორნები წიწკნიდნენო, მიუგო ვაჟმა. ქოსას მეტი რაღონე ჰქონდა, აქლემისათვის თვალმარგალიტი უნდა ეკიდა და მიეცა. ჩემო აქლემო, ეს კაცი რომ წაგიყვანს, ამა და ამ ადგილას ლაფია და იქ ჩაუწევი. რაც უნდა გცემოს არ ადგე. თუ ღმერთი გაგიწყრა და ადექი სახლში როცა მიგიყვანს და ბოსელში შეყვანას დაგიპირებს, გაიბერე, კარებში ვეღარ შეეტევი. თავს დაგანებებს და ჩემთან გამოიქეციო. წაიყვანა უმცროსმა ძმამ აქლემი და თავისი ჯორიც. შუა გზაზე ერთი დიდი ტალახი ნახეს. მივიდა აქლემი და ჩაწვა შიგ. უმცროსმა ძმამ ხმაც არ გასცა. დაჯდა ღობეზე, ამოიღო ჩიბუხი და დაუწყო წევა. ამ დროს ერთმა კაცმა გამოიარა. გამარჯობაო, უთხრა უმცროს ძმას. გაგიმარჯოსო, უპასუხა. სადაური ხარ, სად მიხვალ? კითხა მგზავრმა. მეც არ ვიცი სად მივალო, უთხრა აქლემის პატრონმა და თანაც დაუმატა. ჩვენ სოფელზე ჩაიარე. ჩემი ცოლი ნახე და უთხარი. ახლა რომ ვაჟი გაგვიჩნდა, როცა გაიზრდება, უთხრას შიაბას ურემი და წამოიღოს. ტალახში აქლემი დამიწვა და წავიღოთო. აქლემმა იფიქრა, სანამ იმის ცოლს ვაჟი გაეზრდება და აქ მოვა, მე ხომ დავლპი ამ ტალახში და შიმშილით მოვკვდიო. წამოხტა და გაუდგა გზას. გაჰყვა თან უმცროსი ძმაც. ბოლოს სახლში მივიდნენ და მიიტანეს თვალმარგალით. გზაზე აქლემი აღარსად არ დასწოლია. ბოსელში რომ უნდა შეეყვანა, უცებ აქლემი გაიბერა და ვეღარ შეეტია კარში. ახეთ დახედა ვაჟმა აქლემს და დაუძახა ძმებს. ბიჭებო, ერთი ცული მომიტანეთ, აქლემი განიერი მოვიდა, გვერდები უნდა ჩამოვათალო. აქლემმა იფიქრა, ეგ ისეთი გიჟი რამა ყოფილა, რომ არც კი გაუკვირდება, მართლა გვერდებს ჩამომათლისო. დაიფუკა და შევიდა ბოსელში. მოხადეს აქლემს თვალმარგალიტი. 10 ჯორი საპალნე გამოვიდო და იმდენი იყო. თავისი ჯორიც თვითონ დარჩა და მარილიც მოიტანა.